გასულ კვირას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ბორის კვარაცხელიას დაბადებიდან 80 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროფესორი ბორის კვარაცხელია აფხაზეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის ათეული წლებია ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 50 წლიანი საუნივერსიტეტო კარიერის მანძილზე მან განვლო რთული, მაგრამ მეტად საინტერესო გზა კათედრის ლაბორანტობიდან პროფესორობამდე, აღინიშნა შეხვედრაზე. პროფესორი ბორის კვარაცხელია არის ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. პროფესორი ბორის კვარაცხელია ცნობილი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა დევნილობაში. მან არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონოგრაფია მოქცა, რომელთაც დღეს სტუდენტები სწავლობენ. გარდა ამისა, მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბატონი ბორისი არის უმაღლესი სკოლის 8 მოცილი მეცნიერი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული უმაღლესი სკოლის განვითარების საქმეში. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის იყო პრორექტორი და უძღვებოდა, კარგად უძღვებოდა ამ დიდ საქმეს. მე მინდა ბოლოს აღნიშნო, რომ ბორის კვარაცხელია არის ის ადამიანი, რომელიც ღირსეული წვლილი შეიტანა ქართულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ბორის კვარაცხელიას ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევა ნიკო ჯანაშიაზე, რომელშიც პირველად ისტორიოგრაფიაში სრულად აისახა გამოჩენილი მოღვაწისა და აფხაზცოდნე ეთნოგრაფის ნიკო ჯანაშიას მრავალფეროვანი მოღვაწეობა. ამ ნაშრომისთვის პროფესორ ბორის კვარაცხელიას დამსახურებულად მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია. მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ დღეს ეს იუბილე სოხუმში აღვინიშნა. ძირითელი აფხაზეთელი ვარ, ბატონო, სადაც დაგვრჩა ჩვენი წინაპრების საფლავები. მე ბედნიერი ვარ, რომ ვახსოვარ ჩემს მეგობრებს და ასე აფასებენ ჩემს მოგზალებულ წვლილს აი ამ უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც გახლავთ ჩემი ალმა მატერი. 52 წელი აქ მუშაობ. ჩვენ სამშობლოში საკუთარ სამშობლოს ვეძებთ დღეს. დაკარგული საფლავების, ასე ვთქვათ, ქართველები ვართ, ძირითელი აფხაზეთელები. ალბათ დევნილის ამ სტიგმას მოვიცილებთ, მოიშორებთ, რომელიც ჩვენი ცხოვრების ამდევი ნაწილი გახდა.